იცით რატომ იფარავენ ხელსახოცით თავს ამ კერძის დაგემოვნების დროს? ორტოლანი პატარა მგალობელი ჩიტია, რომელიც ძლივს აღწევს თქვენი ცერათითის ზომას. საუკუნეების განმავლობაში ის მიიჩნეოდა საფრანგეთის სულად და უმაღლეს დელიკატესად სამეფო კარის წარმომადგენლებისა და გურმანებისთვის. თუმცა მისი მომზადებისა და ჭამის წესი სწორედ ის ნაწილია, სადაც ყველაფერი ბნელდება. პირველი, არომატები. ჩიტს მთლიანად საკუთარ ცხიმში წვავენ. თავზე ხელსახოცის გადაფარებით თქვენ ქმნით ერთგვარ პირად არომატულ კარავს. ის აკავებს ინტენსიური თხილის მსგავსი სურნელის თითოეულ ნაწილაკს, რაც გაიძულებთ შეიგრძნოთ მთელი არსი მანამ, სანამ პირველ ლუკმას გასინჯავთ. მეორე, ორტოლანის ჭამა საკმაოდ ქაოსური და ფიზიოლოგიური პროცესია. თქვენ ჭამთ მთლიან ჩიტს, ძვლებს, ფილტვებს და გულს ერთი ლუკმით. ხელსახოცი ქმნის კონფიდენციალურობის ფარს, რაც საშუალებას აძლევს სტუმარს გამუკლავდეს ნაზ ძვლებსა და მძაფ გემოებს სხვების მზერის გარეშე. მესამე, ღმერთისგან დამალვა. ეს ყველაზე ცნობილი მიზეზია. ლეგენდის თანახმად, ამ კერძის ფუფუნება და მასთან დაკავშირებული სისასტიკე იმდენად დიდია, რომ ჭამელებმა სახე ნაჭრის ქვეშ უნდა დაიმალონ, რათა საკუთარი სირცხვილი ღვთის თვალს მოარიბონ.